მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის ერხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა განვიხილო სასიყვარულო სამკუთხედი. მაშ ასე. ეს არის საჯარო და შეგახსენებთ, რომ ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის. მაშ ასე ვინც იცით, რომ ზუსტად სამკუთხედში ხართ, მოდი განვიხილოთ სამკუთხედი. რა და როგორი ტენდენციები შეიძლება მოხდეს ან შეიცვალოს. განვიხილოთ ფიქრი, გრძნობა და მოქმედება, როგორც თქვის მიმართ, ასევე მესამე პირების მიმართ და მაშ ასე, აქ კონკრეტულად ორ პარტნიორს განვიხილავ. და ვიწყოთ, ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? როგორი ჩამოკიდებული სცენა თქვენი მამაკაცის მხრიდან გაწოლილი პაუზაში არ მოქმედებს, უმოქმედოა, ეს არის პენტაკლების მეფე, რომელიც გადასულია ეხლა რაღაცა ფულის შოვნაზე, უხეშად რომ ვთქვა, და თითქოს აი კარიერას და უფრო ფინანსურ საკითხებს აგვარებს, ვიდრე პირად ურთიერთობებს. კიდევ რა ენერგიებში ხარ ვაჟ ბატონო? მთვარის ენერგიებში დაბნეული, დაკარგული, გაორებული ადამიანი, სხვათა შორის ძალიან ცვალებადია, მინდა გითხრათ ეხლა რაღაცა ცივ და ხის ენერგიებში შესაძლებელია კონფლიქტი იყო ერთ სიტყვაზე, ერთ SMS-ზე, ერთ წამში, აი საერთოდ რომ არ ელოდებოდით, აქ მოხდა ურთიერთობის დამთავრება, არ გამოვრიცხავ ამ შემთხვევაში, რომ ხდებოდა მასზე ზეგავლენა როგორც მენტალური, ასევე რაღაცა მაგიის თვალსაზრისით მუშაობა პროცესია ჩატარებული, კი ბატონო, მუშაობა პროცესის სამწუხაროდ. მოდი ვნახოთ ეხლა ესეთი რაღაცა, რას ფიქრობთ თქვენზე? რა კი ესეთი გაორებული და დაბნეულია, რას ფიქრობთ თქვენზე? ნახე, უნდა რომ გადმოდგას ნაბიჯი და რაღაცა გარკვეული წინადადება შემოგთავაზოთ, თუმცა უფრო მიტრიალებულია მესამე პირებისკენ თუ ის ოჯახია. თუ თქვენ ხართ ოჯახი, მაშინ აქ უფრო თქვენსკენ იღებს და აქ მესამე პირებთან ურთიერთობას და კომუნიკაციას ამთავრებს. თუ თქვენ არ ხართ ოჯახი, მაშინ ვფიქრობ იმას, რომ ნახეთ, ფიქრობს იმას, რომ რასაც არ უნდა გთავაზობდეს, ეს თქვენი პარტნიორი თქვენთვის ყოველად მიუღებელია, ამიტომაც ხდება ურთიერთობის ნგრევა. არ მომწონს. ციკლი დაიხურა თქვენი ურთიერთობის, ან უბრალოდ ხელოვნურად დახურეს. კარგით, გრძნობა აქვს თქვენს მიმართ? გრძნობა აქვს თქვენს მიმართ? ძალიან გაურკვევლობაშია, ძალიან გაურკვევლობაში. აქ არის ემოცია, აქ არის ფლირტი, აქ არის წარსულში უფრო იყო. ღრმა ემოცია, რაღაცა ძალიან ბავშვური, ძალიან თბილი, ძალიან სტაბილური, მაგრამ მოხდა, პენტაკლების დედოფალი ზოგადად მეუღლესაც ნიშნავს, თუ ის მეუღლეა, მოხდა რაღაცა ზეგავლენები, მათ შორის გურუმი ქალი არის მაგიაც. ერთგვარად, ამიტომ მოხდა მისი ძალიან დამძიმება ენერგიის თვალსაზრისით და ძალიან დიდი ტვირთი აქვს მოკიდებული ჩემოძვრიფესებო და სხვათა შორის ეს მესამე პირები გითვალთვალებენ. პარალელურად ეს კაცი დღემდე არის არჩევანის წინაშე, რაც არ აქვს ბოლომდე, ნახე, არ აქვს ბოლომდე გადაწყვეტილებები მიღებული და არჩევანი გაკეთებული. თუმცა ფიქრობს, რომ ძალიან უჭირს აი ამ არჩევანის გაკეთება, რთულია მისთვის ემოციასა და სტაბილურ ურთიერთობას შორის, ანუ სიყვარულსა და სტაბილურ ურთიერთობას შორის არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს. ნამდვილად და მოდი ვნახოთ აი გრძნობა კიდევ ერთხელ მინდა შევეკითხო, გრძნობა. სამწუხაროდ ისეთ ენერგიებში ახლა ეს ვაჟ ბატონი, რომ აი როგორ არ გაჩვენოთ რა, ეს მაგი დაგვერთხების დედოფალი. აქ 1000% შემიძლია განვიხილო, რომ ძალიან დიდი მაგიის ქვეშ არის ეს ადამიანი. ის იმ ქალისგან, რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავს და ფიქრობს, რომ ეს შანსი უნდა გამოიყენებინა, ნახეთ, ფიქრობს, რომ ის იცავს თავის ინტერესებს, ის იცავს ურთიერთობებს და ამ თვალსაზრისით, ამ გზით ხდება მისი მორჩილება. სამწუხაროდ ძალიან მცდარი ნაბიჯია, ძალიან. ამიტომაც არის გამომწყდეული აი რაღაცა თავის სიგნალებში. ნახეთ, სამართლიანობა არც ერთი არკანი არ მაქვს, მე თავდაყირა და სამართლიანობა თავდაყირა დადგა. რეალურად ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ეძებენ და რომელიც უნდა რა გზაც უნდა მოენახათ. არ არსებობს, მაგია არ არის ხალხო გამოსავალი. მაგია, იმიტომ რომ ვერ უშვებენ იქ თუ ოჯახია და ქორწინება, ანახეთ როგორი ჩაფხაუჭებულები არიან ამ ურთიერთობაზე. კარგი, იქ როგორ განვითარდება მოვლენები, რა კი ესეთ სცენარით მიდის თუ ის ქორწინებაშია როგორ განვითარდება იქ მოვლენები და ამდენ წინააღმდეგობაში არიან, მაგრამ სტაბილურობაში მაინც რჩებიან, მაინც. ეს ვაჟ ბატონი უნდა არ უნდა მაინც იქით იწევს, იმიტომ რომ აქ გითხრათ კიდეც როგორც არის ნამუშევარ ტენდენციები, მიუხედავად იმისა, რომ იციან მისი ღალატის შესახებ, მაინც არ თმობენ ამ ურთიერთობას მესამე პირები, აქ არის აგრესია, რაზბურგები, გაურკვევლობები, სცენარია, ეს კაცი თავის ინტერესებს იცავს, ეს ქალი თავის ინტერესებს იცავს, რატო არიან ერთად ძალიან მაინტერესებს რა. ამ არკანებით ნამდვილად მაინტერესებს ერთად რატომ არიან. პარალელურად იციან მესამე პირების არსებობა. თუ თქვენ ხართ ქორწინებაში, უბრალოდ გადაიტანეთ ეს სცენარი იქით და ასე შემდეგ. აი, რადგინდათ ესეთი ადამიანი, თუნდაც იმიტომ რომ ქვია ოჯახი და არის შვილების მამა, რადგინდათ ესეთი ურთიერთობა, სადაც არის манипуляციები, სადაც არის ღალატი, სადაც არის ამდენი გაურკვევლობა და ტკივილის ენერგია. ვერ ხვდები რატომ ხართ ამ სამკუთხედში. კარგი, მოდი ვნახოთ საბოლოოდ აი როგორი განვითარება იქნება თქვენს ურთიერთობას უახლოეს პერიოდში, უახლოეს პერსპექტივები, რა შეიძლება იყოს.
სამწუხაროდ ელოდება რაღაცა დროს და მომენტს რომ იმოქმედოს. აქ თქვენი ამაღლებული ეგო არ მოსწონს, იმიტომ რომ ეს იწვევს მასში ძალიან დიდ მოზღვავებულ კონფლიქტურ ენერგიას, თითქოს წინააღმდეგობას უწევს, თითქოს არ ხდება თქვენი მხრიდან მორჩილება, თქვენ ხართ დაძაბული, თქვენ ხართ რაღაცა არჩევანის წინაშე, თქვენ აიძულებთ თითქოს რომ ეს ნაბიჯები გადაედგა, ესეთ რაღაცას აკეთებს ნახე და ბოლო-ბოლო რას შეცვლი? რას შეცვლი? ძალიანაც უნდა რომ შეცვალოს. ძალიან უნდა რომ შეცვალოს მეგობრებო, ნამდვილად ძალიან უნდა რომ შეცვალოს, მაგრამ სადაც აი ეს ზეგავენა არის მძიმე განაჩენი, ესე მიყვარს ამ არკანის დახასიათება. Страшный суд, მაშინ აი სადაც აი ეს მძიმე განაჩენი ადევს ამ ადამიანს ენერგიის თვალსაზრისით სამწუხაროდ მისი მოქმედებები ძალიან გართულდება. თქვენსკენ, თუმცა აქ გრძნობა დღემდე არსებობს უდაოდ. მოდი ვნახოთ იქ რა ხდება მესამე პირებთან. ძალიან გაატრიალეს ურთიერთობაში. ძალიან გაატრიალეს ურთიერთობაში, თქვენთან დატოვათ ასები და მეტრიალ და იმ ურთიერთობაში არჩევანი კიდევ ერთხელ არსებობს და არ არის ბოლომდე გაკეთებული სამწუხაროდ, იქ კიდევ იქნება მერყევი ენერგიები, თუმცა ცდილობენ თავიდან დაწყებას ურთიერთობის მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ძალიან მძიმე ენერგიებშია, იქ და არის манипуляციები, არის ტყუილები, არის манипуляციების მსხვერპლის საკუთარი და ძალიან დიდი კედელი, რომელიც გარღვევაც უჭირს, მაინც დღესდღეობით ის მესამე პირი აღნიშნავს გამარჯვებას. რა ვიცი რა გითხრათ, რატომ ხართ ესეთ სამკუთხედში, რატომ ხართ ესეთ ტოქსიკურ ურთიერთობებში, უბრალოდ არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.